პრემიერის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების შრომითი ინტერესების დასაცავად დადგენილება 1 მარტიდან ამოქმედება. Დაზუსტდა ის საქმიანობა, რითაც ბინადრობის არ მქონე მოქალაქეები ვერ დაკავდებიან. სატეკგზალებად დასაქმება მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხოელებს. მაკუნა აბულაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაზუსტდა სფეროები და განისაზღვრა კონკრეტული კვოტები, სადაც 1 მარტიდან ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებს, რომელთაც არ აქვთ ბინადრობის უფლება, არ შეეძლებათ იმუშაონ გიდებად, ტაქსის მძღოლებად და კურიერებად. ერთ-ერთ გამოწვევასთან საბრძოლველად ნაბიჯები გადადგმულია და მთავრობის მეთაურისთვის ამოსავალი წერტილი საქართველოს მოქალაქეა. შესაბამისად, დღეს ამავე თემაზე იქნა შეხვედრა გამართული ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა ამ პროცესში. ახალი რეგულაციები საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთაც მუდმივი ბინადრობის უფლება არ აქვთ. 1 მარტიდან ისინი კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად მუშაობას ვეღარ შეძლებენ. დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს. გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია. მოსახლეობის შრომითი ინტერესების დაცვა. სწორედ მოქალაქეებისა და ამ სფეროებში დასაქმებულებისთვის დროული და საჭიროა რეგულაცია, რომელიც ქართულ შრომით ბაზარზე უკონტროლო თვითდასაქმების დიდ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს. ჯერ ჩვენებს უნდა მივახსენოთ ყურადღება და მე უცხოელებს. მოხარული ვარ მასწავლებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ქართველებს ესე თუ ისე სამუშაო უფრო ექნება. მე ვფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტილებაა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენი საშუალება აღარ აქვს იმდენი, რომ ისე ვიმუშაოთ როგორც საჭიროა. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში საქმიანობა როგორც გიდებათ არის რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ეს ეხება მორალურ ღირებულებებს. მიხარია, რომ დადგა ის დღე, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმიანობა გიდებათ კონკრეტულად ამ შემთხვევაში შეიზღუდება. პრიორიტეტი მთავრობის მეთაურისთვის საქართველოს მოქალაქეა. ამიტომაც პრემიერის დადგენილებაში ნულოვანი კვოტა განისაზღვრა იმ პროფესიების და შრომითი სამეწარმეო საქმიანობებისთვის, სადაც არალეგალი მიგრანტების თვითდასაქმების შემთხვევები საკმაოდ ხშირია და საქართველოს მოქალაქეების ჩანაცვლება ხდება. ახალი დადგენილებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაში. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მათ შრომითი ინტერესები, რაც არის მიღებული პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს, მათ ინტერესებს. ჩვენ განსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც შესაძლებელია დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი და შესაბამისად დასაშვები. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენ მოქალაქეებს დასაქმების კუთხით. ძალოვან უწყებას მიმდინარე წლისთვის ამბიციური მიზანი აქვს. ქვეყნიდან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება. უკანონო მიგრაციასთან ეფექტიანი ბრძოლის საშუალებას უწყებას ახალი საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისი დეპარტამენტის გაძლიერება აძლევს. პრემიერის დადგენილება ერთი მხრივ შრომით ბაზარზე უცხოელთა დასაქმების კონტროლის შესაძლებლობას იძლევა და მეორე მხრივ საქართველოს მოქალაქეებს დასაქმების ხელოვნურ ბარიერს მოუხსნის. საერთაშორისო პრაქტიკა ამბობს, რომ შრომითი ბაზარი დაცული უნდა იყოს არალეგალური მიგრაციისგან. აღნიშნული შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ ის, რომ უცხოელთა დასაქმება იყოს კონტროლებადი ჩვენ ქვეყანაში, ის მოხდეს იმგვარად, რომ ჩვენ მოქალაქეებმა არ დაკარგონ სამუშაო ადგილები და არ ჩაანაცვლონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ისეთ სფეროებში, სადაც ისედაც ჭარბია ჩვენი მოქალაქეების მხრიდან დასაქმების მოთხოვნა, ხოლო ისეთ სფეროებში, სადაც მაღალი შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების აუცილებლობა არსებობს, ასეთ მიმართულებებზე გამოიყო შესაბამისი კვოტები და მხოლოდ ამ სფეროებში დასაქმდნენ უცხოელები, რომელსაც შეუძლიათ რომ დამატებითი წვლილი შეიტანონ ქართული ეკონომიკის განვითარებაში. უცხო ქვეყნის მოქალაქეს რეგულაციების მიხედვით კანონიერად დასაქმებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება დასჭირდება. თვითდასაქმებული უცხოელისთვის კი სამუშაო უფლება კონკრეტული სფეროსა და სექტორის კვოტებით გაიცემა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ახლა მთავარია მჭიდროდ ითანამშრომლოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა რგოლმა. შრომითი მიგრაციის სფეროში თვისობრივი გარდაქმნების ზღვარზე დგას ქვეყანა, როდესაც რეალურად
ის რაც ქაოსურად რეგულირდებოდა და ქაოსურად წესრიგდებოდა, აქ შემოდის ერთგვარი წესრიგი, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი შრომითი რესურსებისთვის უპირატესობის მინიჭება არის ცალსახად მიღებული გადაწყვეტილება და რომლის ახსოვლების პროცესიც იწყება 1 მარტიდან. უცხოელები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებულები არიან შრომითი მიგრაციის ელექტრონულ სისტემაში და 1 მარტის მდგომარეობით კვლავ ექნებათ აქტიური სტატუსი, ისინი შეძლებენ ამ სტატუსის ამოწურვამდე გააგრძელონ საქართველოში მუშაობა სპეციალურ ნებართვის გარეშე. თუმცა არა უმეტეს 2027 წლის 1 იანვრის. მეორე გარდამავალი პერიოდი, რომელიც შეეხება საქართველოში იმ თვითდასაქმებულ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში რაიმე ფორმის შრომით სამწარმოო საქმიანობას ახორციელებენ. შესაბამისად, მათ მიუხედავად იმისა, რომ შრომით საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება 1 მარტიდან უჩნდებათ, მათთან მიმართებაში იმოქმედებს ორთვიანი გარდამავალი პერიოდი. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ შრომით ბაზარი სწორად შევაფასოთ, სწორი პროგნოზები გავაკეთოთ, შესაბამისად ჩვენი შრომითი რესურსი სწორად გადავამგზავრდოთ. უკანონო მიგრაციას, რომელიც გლობალური გამოწვევაა, საქართველო ეფექტიანი ბრძოლით უპირისპირდება და ეს ბრძოლა გამოიხატება როგორც საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებით, ისე კონტროლის მექანიზმის გამკაცრებით. არაერთი ინიციატივა უკვე კანონად იქცა. სამუშაო ადგილები არის რეალურად და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველეს ყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა. ამიტომ აქ სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამოდის. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა გაცხადებულია. ამ პოლიტიკით სახელისუფლებო გუნდს აქვს ამბიცია, რომ მალე ჩვენი ქვეყანა უკანონო მიგრანტებისგან სრულად გათავისუფლდეს.